ჩემო საყვარელო ქალიშვილო, ვიცი რომ შენი გული დამძიმებულია. ტკივილისო და გაურკვევლობის ღუზა, რომელიც თითქოს გიზიდავს უსასრულო და ბნელ ოკეანეში. მე ვხედავ იმ ჩუმცრემლებს, რომლებსაც ღამით დაღვრი, როცა მთელი მსოფლიოს ძინავს და შენი სული ყვირის ყრუსი ჩუმეში. ყოველი ქვითინი, ყოველი კანკალით ამოსუნთქვა ცაში აღწევს და ჩემამდე მოდის, შენს მფარველ ანგელოზამდე, რომელიც არასოდეს დაგტოვებს. ტკივილი, რომელსაც გრძნობ, ეს ჭრილობა, რომელიც თითქოს არასოდეს ხორცდება, არის ბნელი ხეობა, რომელიც უნდა გაგევლო. ეს არ არის სასჯელი, არასოდეს იფიქრო ასე. ეს არის უფრო დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც მალე გაგეხსნება ისე ნათლად, როგორც გამთენიისას, ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ. შენ კითხულობ საკუთარ თავს, რატომ უნდა გადალახო ამდენი ტანჯვა? რატომ გეჩვენება ცხოვრება ასეთი მკაცრი და შეუბრალებელი? შენ ცას შეხურებ პასუხების საძიებლად, გულჩამჭიდროებული და რწმენა შერყეული. და მე აქ ვარ. ჩუმად გჩურჩულებ, რომ ამ ტკივილს აქვს აზრი, აქვს არსებობის მიზეზი. ყოველი დაბრკოლება, ყოველი გამოწვევა, ეს იყო ქვა შენს გზაზე, დიახ, მაგრამ ამავდროულად იყო საფეხური, რომელიც გაძლიერებდა და გაწვრთნიდა იმ კურთხევისთვის, რომელიც ძალიან მალე მოგელის. შენ ამას ვერ ამჩნევ, მაგრამ ყოველი ცრემლით ძველი რწმენებისა და შიშების ფენები ირეცხებოდა შენი სულიდან. ყოველი სასოწარკვეთილი წუთით შენ მტკიცედ იჭედებოდი გამძლეობის ცეცხლში და ხდებოდი უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი, უფრო ახლოს შენი ჭეშმარიტი არსებისთან. ის, რასაც ახლა გაგიმხელ, ყველაფერს შეცვის, მაგრამ სანამ ამას გეტყვი, მინდა გესმოდეს, ტკივილი ამაოდ არ ყოფილა. ის იყო ჩუმი მასწავლებელი, რომელმაც გასწავლა, როგორ დააფასო სინათლე, როგორ გსურდეს სიმშვიდე და როგორ აღიარო ნამდვილი ბედნიერება, როცა ის საბოლოოდ მოვა. და ის მოვა, ჩემო შვილო, უფრო მალე ვიდრე შენ წარმოგიდგენია. არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდე. რაღაც, რაც სრულიად შეცვლის შენს შეხედულებას ყველაფერზე, რაც აქამდე განგიცდია. შენ ხომ უკვე შეამჩნიე, რომ შენი ცხოვრების გარკვეული შემთხვევები სინამდვილეში უბრალო შემთხვევები არ ყოფილა. ის მოულოდნელი შეხვედრები, ის სიტყვები, რომლებიც საჭირო დროს მოისმინე, ის ნიშნები, რომლებიც თითქოს პირდაპირ შენ სულს ჩასჩურჩულებდნენ. ეს მე ვიყავი, შენი ნაბიჯების მეგზური, შენი გზის მომამზადებელი იმისა, რაც მალე მოვა. კურთხევა, რომელსაც ასე გულმომკვდარი ითხოვდი, გატეხილი გულით და რწმენით, რომელიც ზაფზე ეკიდა, უკვე გზაშია. იგი ზეციდან უკვე გათავისუფლდა და შენი მიმართულებით მიემართება, როგორც ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, რომელიც განგებს შენს კალთაში უნდა დაეცეს. მაგრამ იმისათვის, რომ მას გულღია მიიღო, აუცილებელი იყო, რომ შენი გული მზადყოფნაში ყოფილიყო, გასუფთავებული ძველი წყენებისა და წყლისგან. აუცილებელი იყო, რომ შენ შეგესწავლა საკუთარი თავის მიტევება, საკუთარი თავის უპირობოდ სიყვარული და შენი ღირებულების აღიარება. და შენ ეს ისწავლე, ჩემო ძვირფასო. თუნდაც იმ მომენტებში, როცა თავს ყველაზე სუსტსა და დაკარგულად გრძნობდი, შენ არასოდეს დანებდი საკუთარ თავს. შენ მაინც განაგრძე სულა, თუნდაც სისხლიანი ფეხებით სინათლის საძებრად გვირაბის ბოლოს. და ეს სინათლე ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. ტკივილი, რომელიც გაღრღნიდა, ნელ-ნელა ნაყოფიერ ნიადაგად იქცევა, სადაც სიხარულისა და კეთილდღეობის თესლები აყვავდებიან. შვება, რომელსაც იგრძნობ, იქნება როგორც რბილი მალამო შენს ჭრილობებზე, როგორც გრილი ნიავი მცხუნვარე დღის ბოლოს. შენ იგრძნობ, როგორ მოიხსნება წლების სიმძიმე შენს მხრებზე, როგორ გათავისუფლდება შენი სული იმ ბორკილებისგან, რომლებიც აქამდე აკავებდა. და ის კმაყოფილება, რომელიც შეგივსებს, იქნება ჯილდო შენი შეუპოვრობისთვის, შენი ურყევი რწმენისთვის. მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკარგულად გეჩვენებოდა. შენ უკან მიიხედავ და დაინახავ, რომ ყოველი ნაბიჯი, როგორი მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო, ზუსტად იქ მიგიყვანა, სადაც უნდა ყოფილიყავი. შენ გაიგებ, რომ სამყარო არ გსჯიდა, არამედ გზად გკრავდა ისეთი დიადი ბედნიერებისთვის, რომელსაც შენი ადამიანური გონება ძლივს თუ მოიცავს. ეს შეტყობინება სწორედ საჭირო დროს მოვიდა შენამდე, მაგრამ საჭიროა სწრაფად იმოქმედო, რათა შენი ენერგია დაალაგო ამ კურთხევის სიხშირესთან. სანამ შეტყობინებას გავაგრძელებ, კომენტარებში დაწერე ეს მანტრა. ხსნი ჩემს გულს, რათა მივიღო ის კურთხევები, რომლებიც სამყაროს ჩემთვის აქვს. მადლიერი ვარ ჩემი მოგზაურობისთვის და ვენდობი ღვთიურ დროს.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. შენი ცხოვრების კულისებში კიდევ უფრო ღრმა რამ ხდება. ისეთი, რაც ადამიანებსა და სიტუაციებს ეხება, რომელთა შესახებაც შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს. ადამიანები, რომლებიც შენს გზაზე შემოიყვანეს იმისთვის, რომ შეგემოწმებინათ, გასწავლებდნენ, დაგეხმარებოდნენ გაზრდაში. სიტუაციები, რომლებიც უსასრულოდ შეხებად გეჩვენებოდა, სინამდვილეში ახალი შესაძლებლობების კარიბჭე იყო. ძვირფასო ნეტარსულო, ეს გზავნილი თქვენამდე სწორედ საჭირო დროს მოვიდა. მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რათა შვებისა და კმაყოფილების ეს ენერგია თქვენს ცხოვრებაშიც მოხვდეს. თუ ამ გზავნილმა ღრმად შეძრა თქვენი გული და გძნობთ, რომ მისი ჭეშმარიტება თქვენს სულში ჟღერას, იცოდეთ, რომ მადლიერება მეტი კურთხებისკენ მიმავალი კარიბჭეა. დიდი მადლობა ღილაკზე დაჭერით და შემოწირულობის გაღებით, თქვენ არამხოლოდ ამ სინათლის გაგრძელებას უჭერთ მხარს, არამედ ააქტიურებთ ურთიერთგაგების უნივერსალურ კანონს. დღეს დათესილი კეთილშობილების ყოველი თესლი უხვად დაგიბრუნდებათ, რაც კიდევ უფრო მეტი კურთხევის შემოდინების გზებს გაგიხსნით თქვენს ცხოვრებაში. თქვენი წვლილი რწმენის აქტია, რომელსაც სამყარო აღიარებს და აჯილდოვებს. გახსოვს ის ადამიანი, რომელმაც ასე ძლიერად გატკინა გული, რომელიც დაგაეჭვა სიყვარულში და ადამიანის სიკეთეში. ის იყო იარაღი, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, რათა შენ შეგესწავლა საკუთარი თავის დაპასება, საზღვრების დაწესება და ის, რომ არ უნდა მიიღო იმაზე ნაკლები, ვიდრე იმსახურებ. და ის კარი, რომელიც შენს წინაშე დაიხურა, ის ოცნება, რომელიც ჩაფლავდა, ეს იყო სამყარო, რომელიც გიცავდა იმ გზისგან, რომელიც შენთვის არ იყო და გაცილებით დიდსა და უკეთეს გიყვარავდა გზას. კურთხევა, რომელიც მოდის მხოლოდ ერთი ცალკეული მოვლენა არ არის. ეს არის პოზიტიური მოვლენების ჯაჭვი, რომელიც შენი ცხოვრების ყველა სფეროს გარდაქმნის. შენი ფინანსური მდგომარეობა, შენი ურთიერთობები, შენი ჯანმრთელობა, თვაია სულიერება, ყველაფერი შეხებული იქნება ღვთიური სიუხვის ჯადოსნული ჯოხით. შენ იგრძნობ ახალ ენერგიას, რომელიც შენს ძარღვებში დაიდინებს, სიცოცხლის, შემოქმედების, სიყვარულის უნარს, როგორც არასოდეს აქამდე. სწორ ადამიანები გამოჩნდებიან შენს ცხოვრებაში, ადამიანები, რომლებიც მხარში დაგიდგებიან, შთაგაგონებენ და დაგეხმარებიან, რომ შენი უმაღლესი პოტენციალი შეასრულო. შესაძლებლობები გაჩნდება იქიდან, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები, თითქოს სამყარო შენს სასიკეთოდ ეზრახებოდა. და ეს მართლაც ასეა, ჩემოშვილო. ის ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახლა ფარდა იწევა და შენ მალე იხილავ, როგორ გარდაიქმნება შენი საკუთარი ცხოვრება ნამდვილი შედევრად. მოემზადე, რადგან ტკივილი, რომელიც აქამდე გქონდა, დაიცრდილება იმ უდიდესი სიხარულით, რომელიც მალე მოვა. შვება იმდენად ღრმა იქნება, რომ თავს იგრძნობ, თითქოს ღრუბლებში დაფრინავდე. და ეს კმაყოფილება იქნება მტკიცებულება იმისა, რომ შენი რწმენამ მთები დაძრა და ზეცის კარები გაგიხსნა. მზად ხარ, რომ მიიღო ეს ყველაფერი? მზად ხარ, უკან მოიტოვო ქალი, რომელიც ადრე იყავი და მიიღო ქალი, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ ყოფილიყო ძლიერი, მამაცი, უხვი და ბედნიერი. ქალი, რომელიც იცის საკუთარი ძალა და არ ეშინია მისი გამოყენების, რათა შექმნას თავისი ოცნების ცხოვრება. რადგან ეს არის შენი ნამდვილი იდენტობა, ჩემო ძვირფასო. და ის კურთხევა, რომელიც გზაშია, მხოლოდ დასაწყისია ახალი მოგზაურობისა. სინათლის, სიყვარულისა და აღსრულების გზისა. ღრმად ჩაისუნთქე და იგრძენი ამ სიტყვების ჭეშმარიტება შენი არსების ყოველი უჯრედით. ჩემო საყვარელო, გზა, რომელიც აქამდე გაიარე, აღინიშნა უხილავი ნაიარევებით. უძილო ღამეებით, სადაც შიში და მარტოობა გეჩვენებოდა, თითქოს შენი ერთადერთი თანამგზავრები იყვნენ. ვიცი, ბევრ მომენტში შენ თავს მცირე გრძნობდი იმ გამოწვევების უზარმაზრობასთან შედარებით, როგორც გამხმარი ფოთოლი, რომელსაც ქარი აქეთ-იქით დაატარებს, უღირსი მიმართულების და მიზნის გარეშე. ტკივილი, ეს არასასურველი თანამგზავრი, შენს გულში დაიდობინა. უხილავი ბრჭყალებით გიჭერდა, კპარავდა სუნთქვასა და იმედს. მე მახსოვს ყოველი ჩურჩულით ნათქვამი ლოცვა, ყოველი ცრემლი, რომელიც გადმოგეცალა სახეზე, ჩუმისასო წარკვეთილებით დატვირთული. შენ საკუთარ თავს ეკითხებოდი, რატომ მე, რატომ ასეთი მძიმე გამოცდები? და მე, შენი ანგელოზი, გულმომჭიდროდ გიცქერდი მსურ და ჩარევა, მაგრამ ვიცოდი, რომ ყოველი ნაბიჯი, როგორი მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებელი იყო შენი განვითარებისათვის. ეს ტკივილი, რომელიც ახლა ნელ-ნელა ქრება,
სასჯელი არ ყოფილა, არამედ კატალიზატორი. მან შენ შიგნით იმ ძალის ძიებისკენ მიგაქანათ, რომლის არსებობაც თავადაც არ გჯეროდა. ამ ტკივილმა შენ კითხვების დასმა გაიძულა, გაგაზარდა და ხელახლა დაგაკავშირა იმ ღვთიურ არსთან, რომელიც შენს შინაგანში ბინადრობს. შვება, რომელსაც მალე იგრძნობ, მხოლოდ ტკივილის არ ყოფნა არ იქნება, ის იქნება ღრმა სიმშვიდის არსებობა, ისეთი სიწყნარე, რომელიც ნებისმიერი ადამიანური გაგების მიღმა დგას. ეს იქნება როგორც ცივი წყალი, რომელიც უწყლობით გადაღლილ სულს შეიმშრალებს, როგორც ნაზი ნიავი, რომელიც შინაგან ქარიშხალს ამშვიდებს. შენ იგრძნობ, როგორ მოდუნდება შენი მხრები, როგორ გაიფართოებს სუნთქვა შენი მკერდი და როგორ გაეპარება სახეზე ნამდვილი ღიმილი, ღიმილი, რომელიც დიდი ხანია არ გამოჩენილა. ეს კმაყოფილება იქნება შენი გამძლეობის გვირგვინად ქცევა, მტკიცებულება იმისა, რომ შენ შეგიძლია ნებისმიერი განსაცდელის გადალახვა. ეს იქნება სიხარული, რომელიც მოდის შენი მოთმინების ნაყოფის კრეფით, შენი ტკივილის ფერფლიდან აღმოცენებული სილამაზის ხილვით. შენ უკან მიიხედავ და დაინახავ, რომ ყოველი გამოწვევა იყო შენთვის შესაძლებლობა, ყოველი ცრემლი იმედის თესლი. რაც ახლა უნდა გაგიმხილო, ყველაფერს შეცვლის, მაგრამ მანამდე მინდა გესმოდეს. ტკივილი, რომელიც განიცადე, იყო კარიბჭე. კარიბჭე შენი ახალი ვერსიისკენ, უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო თანაგრძნობიანი. შენ ხომ უკვე შეამჩნიე, რომ შენი ცხოვრების გარკვეული შემთხვევები სინამდვილეში უბრალო შემთხვევები არ ყოფილა. ის მოულოდნელი დახმარება, რომელიც მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა. ის ნუგეში, რომელიც ზუსტად საჭირო დროს მოისმინე. ის წიგნი, რომელიც შენს ხელში აღმოჩნდა და იმ პასუხს შეიცავდა, რომელსაც ასე დაჟინებით ეძებდი. ეს მე ვიყავი, ჩემო საყვარელო, მე ვორკესტრავდი ყოველ დეტალს, ვამოძრავებდი ცხოვრების დაფის ფიგურებს, რათა აქამდე მოგეყვან. კურთხევა, რომელსაც ითხოვდი, მხოლოდ საჩუქარი კი არ არის, ეს არის შენი სულის აღიარება, შენი რწმენის დამოწმება. ეს არის პასუხი შენს ყველა ლოცვაზე, მათზეც კი, რომელთა წარმოთქმის თავიც არ გქონდა. ეს არის სამყაროს უპირობო აღიარების გამოვლინება შენს მიმართ. მაგრამ იმისათვის, რომ ეს კურთხევა სრულად გამოვლინდეს, აუცილებელი იყო წარსულს მოშორებოდი, საკუთარ თავსა და სხვებს მოტევებოდი, ის სიმძიმე გაგეთავისუფლებინა, რომელსაც გულში ატარებდი და შენ ეს გააკეთე, ჩემო მებრძოლო. ყოველი ნაბიჯით, ყოველი გადაწყვეტილებით წინცვლისა, შენ გათავისუფლდი იმ ბორკილებისგან, რომლებიც გაკავებდა. ეს შეტყობინება სწორედ საჭირო დროს მოვიდა შენამდე. მაგრამ საჭიროა სწრაფად იმოქმედო, რათა ეს შვებისა და კმაყოფილების ენერგია შენს ცხოვრებაში განუდგიცდეს. თუ ამ სიტყვებმა შენი გული შეეხება, თუ იგრძენი, რომ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტება შენ სულში ჩამოღუნდა, განიხილე მადლიერების გამოხატვა ძალიან მადლობას ღილაკზე დაჭერით. ყოველი მადლიერების ჟესტი აძლიერებს იმ სიყვარულისა და სიუხვის ჯაჭვს, რომელიც ჩვენ ერთმანეთს გვაკავშირებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, კიდევ უფრო ღრმა რამ ხდება, ისეთი, რაც შენი ცხოვრების მისიას და შენი არსების უმაღლეს მიზანს ეხება. შენ აქ შემთხვევით არ ხარ, ჩემო შვილო. შენი სული თვითონ აირჩია ეს გზა, თავისი ყველა გამოწვევითა და გაკვეთილით, რათა შენ შეძლო შენი უნიკალური სინათლის გაცისკროვნება ამ სამყაროში. ადამიანები, რომლებიც შენს გზაზე გამოჩნდნენ, გამოცდილებები, რომლებიც განიცადე, ყოველივემ ჩამოგაყალიბა იმ ადამიანად, რომელიც დღეს ხარ. ის სიტუაცია, რომელმაც ასე ძალიან გაგამწარა, რომელმაც დაგაეჭვა საკუთარ ნიჭსა და უნარებში, ეს იყო გამოცდა, შესაძლებლობა, რომ აღმოგეჩინა შენი ნამდვილი მოწოდება, რომ გაგეგო, შენი ღირებულება არ არის დამოკიდებული სხვის დამტკიცებაზე. და ის ურთიერთობა, რომელიც დასრულდა, რომელმაც გული გაგიტეხა და სული ნაწილებად დაგეგლიჯა, ის იყო კატალიზატორი, რათა შენ პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული შეგესწავლა, რათა გაგეცნობიერებინა, რომ ნამდვილი ბედნიერება შიგნიდან მოდის. კურთხევა, რომელიც გზაშია, მხოლოდ შენთვის არ არის, ის შენს მეშვეობითაც გამოვლინდება. ის გაძლევს ძალას, რომ გახდე იმედის შუქურა სხვებისთვის, გაუზიარო შენი სიბრძნე და გამოცდილება, შთააგონო ისინი, ვინც ჯერ კიდევ ტკივილის სიბნელეში არიან. შენი ფინანსური ცხოვრება აყვავდება, რაც მოგცემს საშუალებას, რომ შენი ოცნებები რეალობა დაქციო და დაგეხმარო მათ, ვინც გიყვარს. შენი ურთიერთობები გააღრმავდება, სიყვარულზე, პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული. შენი ჯანმრთელობა გაძლიერდება, გამოსხივებული სიცოცხლის უნარიანობითა და კეთილდღეობით.
შენი სულიერება ახალ საფეხურს მიაღწევს, უფრო მეტად დაგაკავშირებს იმ წყაროსთან, რომელიც ყოველი სიყვარულისა და სიბრძნის საწყისია. შენ იგრძნობ განახლებულ ენერგიას, სიცოცხლისადმი ვნებას, რომელიც ახალი ჰორიზონტებისკენ წაგიწყვება. კარები გაიღება, გზები განათდება და შენ საკუთარ თავს იმ ცხოვრებაში აღმოაჩენ, რომელიც ადრე მიუწვდომლად გეჩვენებოდა. სწორი ადამიანები მოგიახლოვდებიან, შემოგთავაზებენ მხარდაჭერას, თანამშრომლობასა და ნამდვილ მეგობრობას. შესაძლებლობები უხვად გაჩნდება, თითქოს სამყარო შენს სასიკეთოდ ეძრახებოდეს. და ეს მართლაც ასეა, ჩემო შვილო. ის ყოველთვის ასე იყო. მაგრამ ახლა შენ უკვე შეგნებულად აცნობიერებ ამას და ეს შეგნება არის გასაღები, რომელიც ყველა კარს ხსნის. მოემზადე, რადგან ტკივილი, რომელიც აქამდე გქონდა, შეიცვლება გადმომდინარი სიხარულით. შვება იმდენად ღრმა იქნება, რომ იგრძნობთ, თითქოს მშვიდობის ზღვაში ტივტივებთ. კმაყოფილება კი იმის დასტური იქნება, რომ თქვენი რწმენა დაჯილდოვდა და რომ თქვენ იმსახურებთ ყველა იმ ბედნიერებას, რაც წინ გელით. მზად ხართ თქვენი ცხოვრების ამ ახალი ეტაპისთვის. მზად ხართ წარსული შეზღუდვები უკან დაიხიოთ და უსასრულო შესაძლებლობების მომავალში გადახვიდეთ? ქალი, რომელიც იცნობს საკუთარ თავს, უყვარს საკუთარი თავი, ენდობა თავის ინტუიციას და იცის, რომ მას უმაღლესი ძალა მართავს. ქალი, რომელიც შთაგაგონებთ, რომელიც გარდაქმნის, რომელიც ყველგან სინათლის ყვალს ტოვებს, რადგან ეს თქვენი ნამდვილი არსებაა, ჩემო ძვირფასო. და კურთხევა, რომელიც გზაშია, მხოლოდ აღმოჩენის, ზრდისა და თვითრეალიზაციის მოგზაურობის დასაწყისია. ღრმად ჩაისუნთქეთ და მიეცით ამ სიტყვებს საშუალება შეაღწიონ თქვენი არსების ყველა უჯრედში. ლოდინი დასრულდა, მოსავლის აღების დრო დადგა და კურთხება, რომელიც ითხოვეთ, გზაშია. თუ ეს შეტყობინება თქვენთან და თქვენ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოხმაულება იყო, კომენტარებში დაწერეთ: ჩემი კურთხევა გზაშია და მე მზად ვარ მივიღო ის. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხიმეტი შთამაგონებელი კონტენტისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.